ალი ხამენეის სეციურ ირანში გამგზავრება უბრალოდ ძალაუფლების ვერტიკალის თავში მყოფი ადამიანის მოშორება არა. მასთან ერთად ის ძალაუფლებაც გაქრა, რასაც ის ფლობდა, ვინც მის ადგილს დაიკავებს, ხელახლა მოუწევს განსაზღვროს, რას ნიშნავს იყო ირანის სულიერი ლიდერი. აიათოლა ალი ხომეინის კონცეფცია ეფუძნებოდა სწავლებას 12-ეული შიიზმის შესახებ, სადაც შიიტი მუსლიმები ელიან უცდომელი იმამის გამოჩენას. სანამ ეს უცდომელი იმამი გამოჩნდება, მანამდე სახელმწიფოს მართვის უფლებამოსილება იურის ღვთისმეტყველს აქვს. სწორედ ეს იურის ღვთისმეტყველი იყო თავად ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელი. ამ კონცეფციით ეს თანამდებობა უნდა ეკავოს ყველაზე უფრო განსწავლულ და მორალურად ავტორიტეტულ სასულიერო პირს, რომლის მოვალეობა ერთგვარი ქოლგის შექმნაა. სახელმწიფოდ უნდა ფუნქციონირებდეს მორალური და ეთიკური საკითხების მიმართულებით უცდომელობას კი სულიერი ლიდერი ველი ფაყილი უნდა უზრუნველყოფდეს. ეს კონცეფცია ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციაშია გაწერილი, თუმცა თავად ალი ხამეინი ამ პრინციპის მიხედვით არ აურჩევიათ. ის არც ყველაზე განსწავლული იურის ღვთისმეტყველი არ ყოფილა და სხვა შიიტ სასულიერო პირებთან შედარებით არც განსაკუთრებული ავტორიტეტი არ ჰქონდა. პოლიტიკოსი იყო, ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის გასულიერ ლიდერება შეთანხმება იყო რევოლუციის გუშაქთა კორპუსსა და პოლიტიკურ კლასს შორის, რადგან წმინდად რელიგიური პერსონის არჩევა არც ერთი ამ ჯგუფის ინტერესში არ შედიოდა. ალი ხამენეის ხელში ძალაუფლება თანდათან იყრიდა თავს. მისი მმართველობის პირველ წლებში მან ფინანსური რესურსების განაწილების გზით შეძლო უსაფრთხოების აპარატის, ძალოვანების სრული ნდობის მოპოვება, ეს კი კონკურენტების იდენტიფიკაციისა და მოშორებისთვის გამოიყენა. მეორე ათწლეულში მან ძალაუფლების ცენტრალიზება შეძლო იმის ყველასთვის გაგებინებით, რომ მისი რეჟიმი არასდროს შეცვლიდა სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ კონცეფციებს, რომ არანაირი რეფორმა არ იქნებოდა. აი უკვე ბოლოს 2009 წლის შემდეგ მან საკუთარი თავი ყველა მუსლიმის დიდ ლიდერად დაინახა, მან დაიჯერა, რომ სწორედ ის იყო ის ადამიანი, ვინც ირანის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სამეცნიერო მიღწევებს უზრუნველყოფდა, ამით კი რეგიონის სუპერძალა გახდებოდა და ასე დაჩაგრავდა არაბ კონკურენტებსა და ისრაელს. ხამეინი თუ სულიერი ლიდერობის პირველ წლებში მხოლოდ მადლობელი თუ იქნებოდა იგივე პრეზიდენტი რაფსანჯანის ამ ხელა თანამდებობაზე მისი მოხვედრის გამო, მმართველობის ბოლოს ჩამოყალიბდა მმართველად, რომელიც თელ პოლიტიკურ კლასს როგორც მარიონეტების თეატრს ისე მართავდა. აი მაგალითად ახლანდელი უშიშროების საბჭოს თავიკაცი ალი ლარიჯანი ჯერ დაიახლოვა, მერე კენჭი აყრევინა პრეზიდენტად, სადაც სრული ფიასკო განიცადა, შემდეგ გააგდო და დიდხანს არ იკარებდა. ლარიჯანს კენჭის ხრა უნდოდა ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის უფლებაც კი არ მისცა. სულ ბოლოს კი შემოირიგა და სწორედ მისი ხელით დახოცა 10,000-ობით მოქალაქე. დღეს ლარიჯანი ცენტრალური ძალაუფლების მქონე ადამიანად ჩანს ამ ვერტიკალში, ოღონდ მან ერთადერთ არჩევნებში მიიღო წლების მონაწილეობა და იქაც მე-6 ადგილზე გავიდა. ალი ხამენეის ხელში მოხდა თავად მისი სტატუსის ტრანსფორმირება. მან და მისმა გარემოცვამ უკიდურესად შეავიწრო კონსტიტუციაში გათვალისწინებული პოლიტიკური კომპონენტი. არჩევნების სრულ ფიქციად აქციეს ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა კი ძალაუფლებისგან სრულად გაძარცვეს. ასე დარჩა ძალაუფლება პერსონალურად მას და რევოლუციის გუშაქთა კორპუსს, სახელმწიფოში. ამ მოდელში ადამიანებს უკმაყოფილების გამოხატვის, თუნდაც ზედაპირულად კვამლის გამოშვების არანაირი სივრცე არ დარჩათ. ყველაფერი ფიქციად იქცა გარდა მისი ძალაუფლებისა. სწორედ ამიტომ შეუძლებელია ასე პირდაპირ ვინმე მისი თანამდებობა დაიკავოს. ძალაუფლება უკვე დაიფანტა. მისი ახლა მოკრება და ხელშეაღება მარტივად არავის გამოუვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ომი არ დასრულებულა. ერთია ვინ დაიკავებს სულიერი ლიდერის თანამდებობას. მეორე ვინ შეძლებს ძალოვანთა კოორდინირებას. მესამე ვინ იქნება სახალხოდ მიღებული ლიდერი. ეს სამი ერთად ჯერ არავის არ გამოვა.